ყובული ხალხი ხელისუფლება დაგვრჩინის ამ და სხვა ტრანსპარანტებით ქუთაისელები ამ წუთებში ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილები იმ შენობასთან, სადაც ახლა იმყოფება რეგიონის გუბერნატორი და ქალაქის მერი. ჩინოვნიკებს, როგორც ხედავთ, კრიმინალური პოლიცია იცავს. მე ახლა აქციის მონაწილეებს გავესაუბრები პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, რატომ შეიკრიბეთ აქ და რა არის დღეს თქვენი მთავარი სათქმელი? გამარჯობათ. ესე იგი, ჩვენ ვაპროტესტებთ ქვეყანაში შექმნილ კატასტროფულ სოციალურ ფონდს, გაჭირვებას, ფასების კატასტროფულ მატებას, როგორც მოგეხსენებათ დაინტერესებულ პიროვნებებს, გუშინ გამოქვეყნდა მონაცემები, სადაც საქართველოს მოქალაქეები სომალის, ბანგლადეშის, ერაყის, სირიის და ასე შემდეგ მოქალაქეების გვერდით თუ დგავართ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა შორის და აი ხელისუფლება არის ერთგვარად დამშვიდებული იმით, რომ ხალხი ქუჩაში არ დარბის, მასობრივი პროტესტი არა, მაგრამ მინდა შევახსენოთ ჩვენ ხელისუფლებას, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ხდება ზუსტად იმის ხარჯზე და იმის გამო, რომ ქართველების დიდი ნაწილი გასულია საზღვარგარეთ, ხორციელდება ფინანსური ტრანსფერები და აქ დარჩენილ მათი ოჯახის წევრებს ავად თუ კარგად ჯერ კიდევ აქვთ შანსი იყიდონ პური და გაიტანონ ვაგლახ თავი. დიდი მადლობა. თქვენ უსმენთ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, მე შევეცდები კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბრო. გიგა შუშანია იმყოფება ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონო გიგა. რამდენად მძიმეა სოციალური მდგომარეობა უშუალოდ იმერეთის რეგიონში და რამდენად ზრუნავენ ხალხზე ჩინოვნიკები, რომლებსაც ახლა სამართალდამცველები იცავენ? ქუთაისში არის უმძიმესი სოციალური მდგომარეობა, პირდაპირ მნიშვნელობით ათასობით ოჯახი შიმშილობს და ელემენტარულად ფიქრობს და ყოველდღიურად იწყებს ფიქრით იმით, როგორ გამოყვებოს საკუთარი შვილები. ქუთაისი იცლება, ბედის ანაბარად მიტოვებულია ქალაქი, ჩინოვნიკები კი არიან სირაქლემის პოზიციაში. ერთადერთი რაც აღელვებთ მათ, ეს არის საკუთარი ქონების გამდიდრება, ბიუჯეტის ხარჯზე ფულის მოპარვა, ხელფასის გაორმაგება და ქუთაისის მერი უკვე თვეზე მეტია რაც გაიორმაგა ხელფასი და ყოველდღე ქუთაისელებს ეწუწუნება, რომ თურმე 5500 ლარი არ არის საკმარისი ნორმალური ცხოვრებისთვის. მარტო მან 200.000 ლარამდე გაზარდა ჭამასმის და რესტორნის ხარჯები იმ მოტივით, რომ რესტორანში თურმე ფასები გაიზარდა და ამ დროს მოსახლეობა შიმშილობს ერთადერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მაგალითად წიწიბურა, რომელიც შარშან შეიძლებოდა 1 კილო სამლარად გეყიდა, იმ სამლარად 500 გრამის ყიდვაა შესაძლებელი, 50 თეთრი გახდა კვერცხი, გაორმაგდა ზეთი და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც უამრავი ბიოლოგიური საკვები შეიძლება მოიყვანო და იმისათვის რომ გამოიკვებოს ადამიანები და მარტო ხელისუფლება რომ ეხა დღეს აქციის გადასახადი გააუქმოს, შეგვიძლია საწვავზე ფასი მნიშვნელოვნად დავწიოთ და ეს აი მე მინდა თქვენ გახსოვთ, ჩვენ მქონდა აქცია, სადაც ქუთაისელებს დღეს უკვე მოდით გაორმაგებული გაზის და დენის გადასახადი. უამრავი ქუთაისელი ეხა არის გათბობის გარეშე აი ამ სიცივეში და ჩვენ მივმართეთ გუბერნატორს, რას აკეთებდა რომ ქუთაისელებს დახმარებოდა. სამარცხვინო პასუხი მივიღეთ და გვეუბნებიან, რომ თურმე 20 და 21 წლებში სუბსიდირებას ახდენდა მთავრობა დენის და გაზის გადასახადს და დღეს ქუთაისელს, რომელსაც ფულს ვერ გადაიხდის 100, 200, 300 ლარიანი შემოსავლის ქუთაისელი დარჩება დენის და გაზის გარეშე, ბედნიერებით უნდა გათმეს თურმე რომ 20 და 21 წელს შარშან და შარშანცი სირედით რამოდენიმე თეთრით უსიდირებდა თურმე მთავრობა. ეს არის ხელისუფლების სახე, ხელისუფლება, რომელსაც არანაღვლებს ქუთაისელთა ბედი სამწუხაროდ და ამ დროს ქუთაისელები გარბიან ამ ქალაქიდან, შიმშილობენ და უმძიმეს სიტუაციაში არიან. ჩვენ მოუწოდებთ ხელისუფლებას კეთილინებას გამოვიდეს და დაინტერესდეს ჩვენი თანაქალაქელების პრობლემებით. დიდი მადლობა გიგა შუშანიას უსმენთ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ადგილობრივ ლიდერს. მაშას საპროტესტო აქცია მშვიდობიანად გრძელდება ქუთაისის მერიასთან. მერის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძლება ითქვას, რომ მრავლად არიან სამართალდამცველები. თქვენ კადრშიც ხედავთ, როგორც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, ასევე დაცვის პოლიციის თანამშრომლებს, როგორც მათ გაგვიცხადეს, ისინი იცავენ უსაფრთხოების ზომებს.